19 იანვარს სავარაუდოდ ამერიკელი მომხმარებლებისთვის შეიზღუდება TikTok-ის გამოყენება. ამასობაში კი ამერიკელები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კონგრესის გადაწყვეტილებას TikTok-ის აკრძალვასთან დაკავშირებით, მათ დაიწყეს სხვა ჩინური აპლიკაციის გადმოწერა. Xiaohongshu ჰქვია ამ აპლიკაციას, რომელიც ინგლისურ ენაზე ითარგმნება როგორც Red Note. ის ძალიან ჰგავს TikTok-ს, შესაძლებელი არის ვიდეოების შექმნა, ასევე ჰგავს Pinterest-ს და ასევე ჰგავს Instagram-საც. და ძირითადად, როგორც არის ინფორმაცია ამჟამად ცნობილი, დაახლოებით 300 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით უკვე ამ აპლიკაციას და როგორც ხედავთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გუშინ პირველ ადგილას გავიდა ჩინური აპლიკაცია Red Note გადმოწერების მიხედვით, ხოლო ეს Apple-ის Store-ში, ხოლო Google Store-ში 34 ადგილს იკავებს, წინ წაიწია რეიტინგში და მიზეზი, როგორც აღნიშნავენ ექსპერტები, გახდა ის, რომ TikTok-ის მომხმარებლები ძირითადად უკვე დააპირებენ, რომ გადავიდნენ Red Note-ზე, სხვა ჩინურ აპლიკაციაზე, ისინი სახალისო ვიდეოებს დებენ უკვე ჯერჯერობით TikTok-ზე, სადაც აღნიშნავენ თუ როგორ უხარიათ, რომ ისევ შეხვდნენ იმ ჯაშუშს, რომელიც მას აკვირდებოდა ჯერ TikTok-ზე და შემდგომ უკვე Red Note-ზე შეხვდებიან ერთმანეთს ამერიკელი მომხმარებელი და ჩინელი ჯაშუში. მე შეგახსენებთ ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც TikTok-ი აპლიკაცია უნდა გაიყიდოს ამერიკულ კომპანიაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიზღუდება TikTok-ზე წვდომა ამერიკელი მომხმარებლებისთვის და სწორედ ამას ეწინააღმდეგებოდნენ ამერიკელი მომხმარებლები და ასევე თვითონ TikTok-შიც განაცხადეს, რომ არ გაიყიდებოდა ამერიკულ კომპანიაზე TikTok-ი და ის ბრალდება, რაც კონგრესს აქვს TikTok-თან დაკავშირებით არის უსამართლო და არ ეფუძნება არაფერს. სწორედ ამასთან დაკავშირებით 10 იანვარს იყო ბოლო მოსმენა ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში, სადაც უზენაესმა მოსამართლემ უნდა მიიღოს საბოლოოდ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, დაიბლოკოს თუ არა საბოლოოდ TikTok-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა რაც შეეხება კონკრეტულად ბლოკს, ჯერჯერობით ზუსტად უცნობი არის, თუ რა ტიპის იქნება ეს შეზღუდვა, როგორც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ ჩამოტვირთვა გახდება შეუძლებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში TikTok-ის აპლიკაციის, უბრალოდ გაქრება ის ონლაინ სტორებიდან, ხოლო მათ, ვისაც უკვე აქვს გადმოწერილი TikTok-ი, მათ ექნებათ შესაძლებლობა რომ კვლავ ის გამოიყენონ, თუმცა როგორც აღნიშნავენ TikTok-ის წარმომადგენლები, შესაძლებელია რომ ეს აკრძალვა შემდგომ უფრო გაიზარდოს და უკვე მათ, ვისაც გახდება რთული გამოყენება TikTok-ის, ვისაც უკვე აქვს გადმოწერილი ჯერჯერობით დანამდვილებით ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობს.